ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციის აკრძალვისთვის ემზადება. ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სარჩელი უკვე შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. ოცნებაში ამბობენ, რომ მას წულუკიანის კომისიის დასკვნა დაედება საფუძვლად. ივანიშვილის პარტია საკონსტიტუციო სარჩელით ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას მოითხოვს. ირაკლი კობახიძემ დღეს დაანონსა, რომ ასაკრძალთა სია საკმაოდ გრძელი იქნება. Თქვენიცით, რომ დღეს ჩვენთან პოლიტიკურ სისტემაში არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ. პრინციპი არის შემდეგი. პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამოდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას, გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე. პარალელურად ივანიშვილის პარტია ქართული ოცნების პარლამენტში დაჩქარებული წესით იწყებს ახალი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. რეპრესიული ცვლილებები შედის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში. პარტიის არაკონსტიტუციურობას უპირველეს ყოვლისას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან იდეოლოგები და მმართველები ამ პარტიის. შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობისა არაკონსტიტუციური ქმედებების გამო. უახლოეს წარსულიდან თქვენ იცით საფრანგეთიდან სხვას რომ გადავხედოთ, იცით რომ ეს სხვა ქვეყნებში არის დამკვიდრებული სტანდარტი, ასე რომ ზუსტად ამ სტანდარტის დამკვიდრება ხდება. ოცნების ახალ რეპრესიულ ინიციატივებს სოციალურ ქსელი გზზე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს. მმართველი პარტია წარადგენს კანონ-პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში. წერს სალომე ზურაბიშვილი. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში, რომელსაც ივანიშვილის გუნდი უახლოეს მომავალში კანონგარეშედ გამოცხადებას უპირებს. ის რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა აკრძალოს პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკურად აქტიური პირები, კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, თუ რას აპირებს ქართული ოცნება ჩვენს ქვეყანაში, აპირებს იმას, რომ გაანადგუროს ოპოზიცია, მაგრამ ვერანაირი აკრძალვა, ვერანაირი შეზღუდვა, მათ შორის ვერც პატიმრობა ვერ შეგვიზღუდავს იმას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი სახელმწიფოსთვის ვიბრძოლოთ ქუჩაში და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში, ვინაიდან რაც არ უნდა გააკეთოს ქართული ოცნება და რაც არ უნდა ცადოს, მას მოქალაქეების პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვა არ გამოუვა და როცა დადგება მომენტი და ქართული ოცნებას მოუწევს სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ან ქართული ოცნების გარეშე ჩატარდება ეს სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურად აქტიურ პირს შეიძლება არჩევნებშიც მონაწილეობა და მაღალი თანამდებობების დაკავებაც. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ბაზის მომზადება. რაც გუშინ ვნახეთ დაინიცირებული ვერსია, ეს არის კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმი, რათა საბოლოოდ მოკვდეს ამ ქვეყანაში თავისუფალი პარტიები, რომელთაც სურს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის უკვე ფართოდ გახსნილი კარი რუსეთისათვის და იმ სისტემისთვის, რომელიც შექმნილი აქვს რუსეთს თავის ქვეყანაში და შექმნილი აქვს ბელარუსში. ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ამ ქვეყნის დემოკრატია და გადარჩეს თითოეული პროდასავლური პარტია. ძალიან რთულია წინასწარ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეეხოს აკრძალვა. უბრალოდ გაუგებარია. ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ ამ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას ოცნება რა თქმა უნდა გამოიყენებოდა საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად. და ეს ასეც მოხდა. ეს კანონ-პროექტები, ეს ყველაფერი არის იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგი და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი, ვინც ადამიანებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ, ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ
მოუწოდებდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით პარტიას რეგისტრაციაზე უარს ეტყვიან თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციო წარდგენილი სხვა დოკუმენტები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუ დასტურდება, რომ პარტიის დამფუძნებელი ან წევრია ისეთი პირი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა, ასეთი პირისგან შემოწირულობის მიღებაც დაუშვებელი იქნება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით დააჯარიმებენ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს ან ხელშეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც პირს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალა. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი დაუშვებელი იქნება საპარლამენტო სიებსა თუ თვითმმართველობის არჩევნების პარტიულ და მაჟორიტარულ სიებში ისეთი პირის შეყვანა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.